მოგესალმებით ძვირფასო სტუმრებო და მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. რუსთავი 2 და კომედი გრუპი წარმოგიდგენთ ყველაზე სახალხო და სასაცილო შოუს გააცინე და მოიგე. ისაც სურვილი აქვს რომ მოხდეს ჩვენს გადაცემაში ამისათვის 3 გზა არსებობს. პირველი, გამოაგზავნეთ თქვენი მონაცემები ჩვენს ელექტრონულ მისამართზე გააცინე ძაღლუკა რუსთავი 2.com. მეორე, მობძანდით ჩვენს მისამართზე სანდრო ეულის 5 ან დარეკეთ ტელეფონის ნომერს, რომელიც მითითებულია თქვენს ტელეეკრანზე. დავიწყოთ ახლა თამაში. ეკატერინე აფშილავა და ნიკოლო ზარაბიძე. ხო? მობძანდით ულამაზესო და უნიჭიერესო. აი ესე ყასან. აუ მაგრად მევასება ესე რომ ესალმები ქალებს. არა, ყასან. როგორ ახართ? არა ჩვეულებრივად. ეჭვიც არ მეპარებ. ვაჭკაცურად დაიწყო. კარგად. კარგად. დღეს იმედია, ასეთი შესანიშნავი მეწყვილე მყავს ჯიური წევრად და ასეთი მომხიბლავი ხუმრობები ექნებათ ჩვენს მეცნიერებს. იმედს ვიტოვებ ჩემო ტკბილებს. ანუ გაცემის განწყობაზე ვიყავთ. კი. მე მაქვს ძალიან დიდი იმედი იმისა, რომ მე რო ვიცი ხომ ესე კბილების დაკრეჭა და რო ვიღარ ჩერდები ხომ, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დღესაც იგივე განწყობაზე ვიქნები. ასაყვარელია თქვი. დარჩები ეგრე. გაღიმებული. გაღიმებული. დასხედით მეგონა აუჩებ. დასხედით. შეგვიძლია უკვე დავწყოთ? დავიწყოთ. მაშ ასე. ჩვენი პირველი მონაწილე. რევაზ ნატრიაშვილი, აპლოდისმენტები. გამარჯობა, რევაზ, გამარჯობა. პირველად მოვესალმებით თბილისის დედაქალაქის ყველა მაცხოვრებელს. თან კიდევ ვამბობ, რომ თანამდებობიდან დაწყილი დღეს რომ ბავშვი დაიბადა, იმასაც ჯანმრთელობას ვუსურვებ. სიგეთეს ვუსურვებ და ყველა საქართველოს მასშტაბით ყველას დავლოცავ და ჩემ პატარა ბაღდადს, სადაც მე დავიბადე, სადაც მე გავიზარდე, მაგრამ ტყუილია გაზდით არ გავსდივარ, პატარა ვარ. ნუ რაც საშუალება იყო? კი, გავიგე მეზარდა და ტუფლები და შევიცი დიდი ფეხები. მოდი იმ სკოლას, იმ ბაღს, იმ სეწერს, რომელსაც მე გავიზარდე და კარგად. გაიხარეთ, განაცვალე. მე მინდა კიდე ბატონო ნიკო, ბატონო ეკა, ბატონო ეკა. ბატონო ეკა. იმას ბატონო იყოს, იმასაც ვამბობ, რომ გაუმარჯოს საქართველოს ფიალას საქართველოს გაუმარჯოს საქართველოს ფიალას შეგენაცვალე იცოცხლე საყვარელი ქვეყანა ამერიკა ჩვენი გადასარევი ძალიან საინტერესო წეგად ვიცინე ძალიან რომ გადავხედე აკეთებს ყველაზე მხიარული ადამიანი რომელსაც იცნობთ მურმანი ასე მოკრეთა კონკრეტულად აღწერილი ადამიანს. რა ვიცი, ძალიან კარგი, მე წარმატებები მინდა გისურვოთ ბატონოზე, თუ კი ბატონი ეკასაც არაფერი აქვს შეკითხვა. ბატონო ეკა, რა შეკითხვა ყოლა. დავიწყოთ. მაგრამაც ერთი რა. შესაბამისად გავაკეთებ და ეს რო დავდო მაგ ხმარებელებს. აქ. კი ბატონო. დავდოთ ბატონო, არავინ არ წაიღებს მე საათში წერს 60 ლექს. ბატონო? საათში წერს 60 ლექს. რა ვერ გაიგე, საათში წერს 60 სტროფ ლექსო ადამიანმა. წუთში ერთი არა. კუპლეტი. კუპლეტი. ნუ, ხო, კაი, კუპლეტი. შესაბამისად ვაკეთებ. მეუღლეზე წერ რაც სიმართლეა, არ ვიტყვილე. ჩემი დაწერილი. წოლი და 120 კილო გონია მეტი. თუ განია და კაცამაში მეზერია, ყველაფერი მართალია. ტყუილი არ ჩანწერიაში. და მე დავიწყებ. სამი, 2 და 1. საუბარი ლამაზი აქვს, გამიხარებს გულს. თუ დაჭირდა ეს ერთ წამში ამომაზრობს სულს. გადაბაღში მივდიოდი თუ ცემ გზაში წამექცა. ეს მეოთხე ჩემი ცოლი უკან წილში დაეცა. ხალხმა ეს რომ დაინახა ატყდა ერთი განგაში. ნეტა ვარ გამიყო ამ 4 ქალის ხაფანგში. ღამით საწოლში რომ ვერ ვეტევით, ჭხუბიც კი მოგდის კარგად. იქნება ბული ტახტი ვიყიდოთ, ცოლს მოუვიდეს ბადა. იქნება კიდე ბავშვი გაგვიჭდეს. არ დავისვაგოთ თავი. ბატონო ეკას გაეცინა ულაშებში. კარგია, ეკას გაეცინა 50 ლარი თქვენია. და გავაგზავნებთ ალბათ ამ. კი ბატონო. ეკა მე ნუ მიყურებ. მე აქ არა საშინელებს ვაკეთებ და ჩემზე არ გაგეცინოს. 3 2 1. იქნება კიდე ბავშვი გაგვიჭდეს. არ დავისვაგოთ თავი. დამომიხედოთ ჩვენ გიბინათ და ჩვენი სამშობლოს ვალი. 4 ცოლის პატრონი ვარ. 3 ცოლი მრჩება გზაში.
მეოთხე კი ისეთი მყავს, ტოლი არ ყავს მაჭავაში. 120 კილოს მიაღწია, ვერ ვატევით საწოლში. იქნე ფულით დამეხმაროთ უჭმელობით თავს მომჯრის. ჭამის მადაის. როგორი განწირული ლექსია. როგორი განწირული ლექსია. ძალიან მომზადებული ყება. ეგრეთ წოდებული სტოიკაშია თან ჩავდგარი და როლში იჭრებოდა. ხო არ საერთოდ შემოვარდეს. კარგია. ბატონო რევაზ, ასილარი თქვენია? წინ 200 ლარია. ალბათ ვაგზელებთ თამარს. მაშინ 3, 4 და არ ელოდით. 5. ჭამის მადა ისეთი აქვს, რომ არ მომდააღებს პირს, 10 კაცის საჭმელ შეჭამს, კომბაინი ვიტყრის. რომ გაცხება, ძილიც უყვარს, დაიძინებს, შვიდად, გაიღვიძებს მეკითხება, ღამეა თუ დილა. ბევრი ვეცადე, ვერ აიმე დედა. მე სიმართლე გითხრათ, ეკასგან განსხვავებით, უკვე მეშენია. სიცილი გადამივიდა. მე მომწონს ეს ყველაფერი როგორი დატირება ხდება. ღამეა თუ დილა. კარგია, 200 ლარი თქვენია. დილა. 200 ლარი თქვენია, წინ 400 ლარია და ალბათ ვაგზელებთ გლოვას. კარგია, 3, 2, 1. ბევრი ვეცადე, ვერ გავახარე. საწოლს რა მხედა, ვიჭროს. ესაც არ მინდა რო გავუშვა, ქალი ვეციო კიდო. ნიკა შეიფი გამუაღედა და გამიცინე გულით. ხელცარიანი არც მე გამიშვათ, ქალს გაუხარო გული. გადმომხედეთ სულ ნუ გამწირათ ლად, თორემ გვაწირაშე ვარ ჩამოვიხჩობ თავს. მოდი, გაგატარი 400 ლარი, არაფერი მეიწიო. მოდი. აცადე იქნება მე ჩემსაც დაგიმატე, ვერ დასვა. რაც იქნება ის იქნება. ბატონო ეგა. ირაცვალე, აბაგის. რავა, რასაც გამატად, რავა, მეგასესხედა, მიბრუნებ თუგან. მე მადლობელი ვარ ყველას. გეიხარე. ანუ შევწყვიტოთ თამაში. შევწყვიტოთ 400 ლარი. შევწყვიტა, ვაგე თამაშს არ დამახარბები ფულს. მართალია, მიხედე კაც. მე კიდე ჩამოვარ, მე ძალიან კარგი. იმლარი რამასი, ახლა მეტანზე. მაგრამ იმას თვითონ ჩამოვა, იმავალე დრო გამო. ისე რომ ნახოთ. ახლა მაშინ გადარჩა, ჩემი თავი ბაწარს. ისე რომ ნახოთ როდესაც. ვითხარ აგიხსნით ყველას მაყურებლებისაგან, ებაცარი კი იყოს. აღარ გინდა ბაწარია. რაღაც ორიგამი კი გაგსახში, აღარ გინდა ბაწარია. აღარ დაიჭო. ამაზონას დაწერილი ბა, მესმა ინტერნეტ შეიძლება ახლა ვერ ვიტყვას. გევა თუ საბეჭგარი. ეს რო დამანახო შეიძლება. მეც ჯერ ნახოთ კაცო. უკან გამოიწევთ შეიძლება ცენტრი დაიკავეთ. რო ეს არის ბატონონიკა ოლი. ხო, ვინდა ეს მისკითხვა შესაბამისად. ოლია, ეს მისი ხალხი ტანია, ვერჩი, მარია. ესენი და მეზობლები არიან სულ. ძალიან კარგი, გადასარევია. მოვზაით, სანამ ინფლაცია განიცადა ფულმა. აი ხარ დიდი უმეს მადლობა. ბაწარი არ დაგჭირ, ბაწარი არ დაგჭირ. აბოდისმეტები გავაცია. აი ხარ, მადლობა. ძალიან კარგი გადაცემა იყო. მე ყველას ვუსურვებდი ასე მხიარულად, ასე გემრიელად ჩეტარობიოს ყველას და მე კიდევ გამოვალ, კიდე რაც აზრდა ასე ქნა სულ. მიხარია ეს გადაცემა და თქვენი სტუდიაში რო შემოვედით და ყველას ვუსურვებ თელ საქართველოს მასშტაბით და გეიხარეთ და კარგად იყავით სულ. ნახოთ შემდეგი მონაწილე რა შემოხდავაზებს, ხო? ნახოთ. ბიჭიკო სირაძე, აპლოდისმენტები. აბა ჯო ბატონო. აგეყარები. აი, მოგესალმებით, ყველა მაყურებელს. გაიხარეთ. მოგესალმებით ბატონო ბიჭიკო. ბატონი ბიჭიკო 86 წლის ბრძანდება და ალბათ მისასალმებელი ფაქტი ეს რომ ამასაკში გამოთქვა სურვილი რომ გვესტუმროს და საკუთარი კურიოზები თუ ანეკდოტები თუ ასე შემდეგ მოგვიყვეს. დასაქმებული ბრძანდებით პენსიონერი ხართ. დიახ. ძალიან კარგი. განწყობა როგორი გვაქვს?
ჯერჯერობით კარგი და ვეცდები შევინახო. პენსია დამოკიდებული გაცხოვით სავალაკედა. გასაგებია. ყველა ძვირფას ნივთი რომელიც გაგაჩნიათ, მამის დანატოვარი ყანწი. ანუ ესე იგი რელიკვია გაქვთ ოჯახში, ნუ საკმაოდ ასაკიანი იქნება ეგ ყანწი ახლა დაწუნებული ვარ, ხო? და კეიფიც გეყარებათ ალბათ. კი ბატონო. შეიძლება დაგვარა, იმ დევს ვარ სულ. ამ ყანწს სვამთ კიდე თუ ვერ სვამთ? ყანწის ვერ. ყანწით ვერ. კი ბატონო. კარგით, რა ვიცი, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ და შეგვიძლია დავიწყოთ. შესავალი თუ პირდაპირ დრო ჩართო? პირდაპირ დავიწყოთ. წარმატებებს გისურვებთ. მოემზადეთ 3 2 1. ლამის შაქჭამუნ შვილებმა მალე გაგხსნიან პატრონსა, არ ვიცი რა გეშველება, ამდენ შვილების პატრონსა, ხუთზე რატომ შეჩერდი, რაღაც გინდოდა, ორია, ამდენ ბავშვების პატრონსა, რას ფიქრობდი ბორია. პოლიკლინიკაში ვესტუმრე. თქვენ მოიგეთ 50 5 წუთაულის მოხდე. რაღაცა ვერ გავიგე. მეც არა კარგი. 5-ზე რატო გაჩერდი, რაღაც გინდოდა 2-ია. ხო, ვერ გავიგე. ანუ 7-ია, 5-ია. მაგას დრო ჭირდება, ეგ ისეთია რომ დროში უნდა რა გაიგო მე. კი ბატონო. ხო, ალბათ. ვაგრძელებთ, ხო? დიახ. ძალიან კარგი, მოემზადოთ 3 2 და 1. პოლიკლინიკაში ვესტუმრე 2 საათს ექიმს ვეძებდი, 3 საათს რიგში ვიყავი, ძლივს დღა ვიდექი წელწყვეტით, აფთიაქისკენ გავქანდი, დამხვდა ვიღაცა ცერცეთი. ეკას გაიგიმა. ეს არაადეკვატური ხარ მე მგონი, რა. ეკას გაიგიმა. აცი გაჭირვება სკობა 2-3 საათი რიგში ვიდექი, წრები გენის წამომივიდე თვალიდან ეს ჩამშია. განებ შენ რო გეღიმება ეგრე იმაშვება? არა? არა, არაადეკვატური. რაღაცაზე გამეცდა. აცადე კაცო. კარგი, 100 ლარი თქვენი. წინ 200 ლარია. ვაგრძელებთ სამას. კი ბატონო. ვაგრძელებთ. მოემზადოთ. ბატონო ეკა, ბატონო ნიკოლოზ, მოემზადოთ. 3 2 1. დადის მოკლე შარვლიანი, არც მსხალის ხურს, არცა ბია, რახანასე შავი არის, არ გეგონოთ არაბია. ულაშები გადიფოცხა, განა რამემ დააბნია, ქალს 8 მარტი მიულოცა, გულზე ვარდი დააბნია. სალონიდან გამოვიდა მოწყენილი თავ და ხელი, სახე ნამაკიაჟები და წამწამე ბაბრეხელი, ხალხი ხარი. ახლა კი უნდა გაგეცინა, კი. გაეცინა. სასაცილო იყო, სალონიდან რომ გამოდის თავდახრილი ადამიანი, მე პირადად ბჟირდები მაგას. ისევ ეკას გაეცინა გიოცავთ 200 ლარი თქვენია. აი, ეხლა კი სიჩუმე და კარგად დაფიქრდით. შევჩერდები და უკეთ მოემზადები გამოცდებისთვის. თქვენ გაიხარეთ. აპლოდისმენტები ესე ჭიანო გადაწყვეტილება. ხო. გაიგოს ეს. პარაბ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 арაბарაბарაბарabарabara დიდი მადლობა. გაიხარეთ, მადლობა თქვენ. მადლობა გაიხარეთ რომ გვესწრებთ. კიდევ მე სოციალურს გესმენთ. სოციალურად ასისტენტად გეიშებდე კი. აპლოდისმენტები გავაცილოთ. ეს პროექტი პირადად მომეწონა და საერთოდ საქართველოს მასშტაბით ეს პროექტი ყველას მოსწონს. ყველას უსურვებ მონაწილეობა მიიღოთ ამ პროექტში. დიდი მადლობა ამ პროექტს. აღნიშნეთ რომ კარგი იყო ეს მონაწილეობა, ესეთი გასათო. არაჩვეულებრივი. საყვარელი. ვნახოთ შემდეგი როგორი იქნება. ვნახოთ. მერაბიშვილი. აპლოდისმენტები. გამარჯობა ბატონო მერაბ. ამაგალია მერაბიშვილი. მერაბიშვილი. მოგესალმებით. სასიამოვნო ბატონო მერაბ როგესტუმრეთ. ხატვარი ბრძანდებით. დიახ, ფერწერი. კარიკატურისტი. ასევე ვიგონებ ახალ შარჟებს პოლიტიკურ თემაზე. პირველი ცხელ-ცხელი დღეს იქნება წაკითხული. კი ბატონო, ჩვენი პოლიტიკოსები მაგის საშუალებას კი კი იძლევიან და თემაა სასწაული. კი ბატონო და ასე რომ არ ვიწყეთ მაგ საკითხში ნამდვილად. შესავალი არ მინდა, პირდაპირ დავიწყებ. წესებიც ვიცით ხო ბატონო? წესები ვიცი. წარმატებებს გისურვებთ ყველანი ბატონო მერაბ ჩართავ დროს. 3 2 და 1. ბიძინა ივანიშვილმა ჯერ გადატრიალება მოახდინა, მერე გადმოტრიალება.
შოუში სიმძიმების აწევა კახა ბენდუქიძემ ჩერგოლეიშვილი ასწია, ივანიშვილმა კი მარგველაშვილი აიტაცა. ღარიბაშვილმა პანგიმუს მოუწერა ხელი დაბოღმილმა მარგველაშვილმა კი მაგაჩიჩუას. ინგა გრიგოლიამ იმდენი იყვირა, რომ უკანა დინამიკი გადაეწვა. ამერიკაში მარგველაშვილის ჩაუსვლელობის გამო მომღერალმა ელტონ ჯონმა იმდენი ინერვიულა, რომ მუცელი მოეშალა. ნატოს სამიტზე საქართველოს მაპის მაგიერ ბავშვის პამპერსის პაკეტი მიიღო. ამერიკამ უკრაინას იმედი მისცა, სააკაშვილმა კიდე თითი. ნიკოლოს გაიღიმა. კარგია, 50 ლარი თქვენია. ვაგზავნებთ თამაშს. კი. 3 2 1 კომედი შოუმ ფული იშოვა. შალვა რამიშვილმა მეც შოუო. ვარსკვლავები ისე მომრავლდნენ, მთვარე პენსიაში გაუშვეს. თიკო ფაცაციამ თქვა, მე დამიწივლია, თქვენ გინდა მოიგეთ, გინდა არაო. აჭარა წყალდიდობამ წაიღო, მაგრამ მაინც მღერო და წყალს ნაფოტი ჩამოქონდაო. თიკოზე გაგეცინა? თიკოზე? რატო არ ხედები? ხო გავთამაშე, აღარ შემეძლო. აი ეს. პარაკობს რაღაც. კარგია, გაეცილებ, მე მისმინე. და 100 ლარი თქვენია, ეკას გაეცინა. ვაგრძელებ. წინ 200 ლარი აგრძელებთ. კარგია, 3 2 1 ორღობეში მარომ პელო დაწყევლა, ჭირი გეცაო. პელო მუთხრა, ჭირიც გეცა და ებოლაცო. პარლამენტში პრეზერვატივების საკითხს რომ იხილავდნენ, ვენახში მიხო და ჩოკინა სიცილით კვდებოდნენ. მიხოს ეკითხებიან, მიხო, კოჰაბიტაცია რას ნიშნავსო? მიხო პასუხობს, აე ძაღლები რო გადაეკლირტებიან ერთმანეთს და ვეღარა შორდებიან იმასაო. ბავშვმა დედას ძუძუზე უკბინა. რა შვრები შვილოვო? ბავშვი პასუხობს, პრეზიდენტობანას ვთამაშობო. შალვა რამიშვილი თავის შოუში წკრიალაშვილს ეკითხება, მიშასთან რომ სექსი ქონდა არ შეგეშინდა რო ეკბინაო? წკრიალაშვილი პასუხობს, არა ბრონე ჟილეტი მეცვაო. დრო, გავაგრძელოთ. აღარ არის არაფერი. არა უშავს. რაღაცა ცოტა იყო ეს ყველაფერი. რაც მინდოდა ხო თქვი. 1000 ლარამდე არც გიფიქრია? რაც მინდოდა ხო თქვიო. სამწუხაროდ, ცოტა მეტი რო დაგეწერათ, იქნებ 1000 ლარზე წადიოდით. არა უშავს. დიდი მადლობა რომ მომზადეთ. კარგად უფრო მომზადებული ვარსკვლავების მომავალში. აღვამის, აპლოდისმენტები. კარგი გადაცემა. ხალხი ხუმრობს, ფულს იგებს. მე ფულის გულისთვის არ მოსულა, რაც მინდოდა ის თქვი. ჩემი ნიჭი ვაჩვენე, ჩემი იუმორი ვაჩვენე, მადლობელი ვარ რუსთავი. ნახოთ შემდეგი მონაწილე. ნინო გაბოძე, აპლოდისმენტები. მოგესალმებით ნინო. სასიამოვნო რომ გვესტუმრეთ. ასეთი ღიმილიანი სახით და განწყობით რომ შემოგზანდით. არაჩვეულებრივია. კაი ხართ. უმაღლესი განათლებით ზანდებით კი ბატონო. და გაქვთ დიპლომი? 3. 3? ექტანი ბებიაქალის მასაჟისტი და ფიზიკური არტის ბებიაქალის რა პედაგოგი. შეგატყეს რა იყო ეს ბებიაქალი? წარმაცობ. წარმაცობ და წარმაცობ დაუპერსდი. 3 დიპლომი აქვს ადამიანს და დროებით უმუშავა. კი. აბა. ყველაზე მხიარული ადამიანი რომელსაც იცნობ. მე ვფიქრობ რომ მე ვარ ყველაზე მხიარული ადამიანი. ძალიანაც კარგია ეს. ენდე კარგია რომ შეხარჯოს. ენდე თამაშებს. კი ბატონო ძალიან კარგია. საყვარელი ნივთი. საყვარელი ნივთი? ძვირფას ნივთი. ფუმფულა სათამაშო პატარა ლომი. აგვისტოში ვარ ახლა დაბადებული. არა, ივლისში. ლომი ვარ. ლომი, აგვისტოს ბოლოს, ივლისის ბოლოს. 27-ში ვარ. სათამაშო კირჩები არ არის. და ჩემი შვილიც ლომია. ძალიან ჩემ კარგი. დაბადების დღეზე გავაჩინეთ. არაჩვეული. ასეთი ისტორიული ნავთობის შემდეგ რაღა შეგვიძლია ვთქვათ? თუ არა უსურვოთ ნინოს წარმატებები და დავიწყოთ. მე მოგუთმელად გელოდებით. მეც ნინო წესები ვიცით. დიახ. ძალიან კარგი, მეც წარმატებებს გისურვებ. შესავალი თუ პირდაპირ ჩავთ? პირდაპირ. კარგი, 3 2 და
შაირობა, ხუმრობა და ღათაობა პირველსავე სიბნისა ერთი დარგი სახთო გაზაქონი სმელენთათვის დიდი მარგი გაიცინეთ, გაიღიმეთ, გამიხარეთ ყველა მგოლი ფული ხელში მომაწოდეთ ბევრსიკეთეს გავაკეთებ ნიკუს მაო გიოც მაკუშ Привет, Кэтуш. Кენაც ეკუშ. აი. საინტერესო. ცოტა არითმიებიც იყო რაღაც მე მგონი. სამგეური გაგეღიმა, რაც თორია გაგეღიმა. ნინო 50 ლარი შენია, მაკუშ გაჭრა ყველაფერმა, აია. მე მაინტერესებს წინ 100 ლარია და ვთამაშობ რა თქმა უნდა. აბა რა ძმა? 3 მოემზადეთ 2 გენაცვალეთ, გეხუტუნეთ, კბილებოდ და მურაბებო, გამიცინეთ, გამიღიმეთ. ყველა კაცი ამბრის ინცა ისმეს კაცი ვარგი, გენაცვალეთ, სმენელებო, სტუმრებო და მასპინძლებო, აგერ მოვალ ბიძებო, თეიტებო, დამეღვარეთ. ძელი სიტყვა მოკლედით შაირია ამას კარგი. მაგარი იყო გაიცინეთ, გაიღიმეთ. როგორ გიდა რომ არ გაიცინო? კარგი და რომ ბითი დამედო აქ. კარგი იყო. მომეწონა მე ძალიან ვიცინე. 100 ლარი თქვენი. მადლობთ. მომილოცავს. წინ 200 ლარია. აი რა მაგარია, მოიღიმეთ. სამაგა ფიარულება მოვიდა გადაცემაში. აწიცეკვა? ხო, ეხლა. ანუ ჩავთოდ რო. ხო ვაგზელებთ ნამდვილად, ხო? უარ თავხედობდა ჩემ თავზე ხო არა? არა, მუსიკა რო არა. 3 2 1 Rachme kuch, swivu khwabi, swinda sadas vervele. ბოლომდე მინდა ვუყურო და გამეცინა და ერთხელ კიდე მიცეკა. ანუ ერთხელ შეიძლება დროის გარეშე რო გვიცეკოთ? ეს 200 ლარი აპ 200 ლარი თქვენია მომიგოცა. იქით მისაშენებელი გვაქვს ის. სპეციალურად გააცინეთ და მოიგეში და ეკა საჩუქარი გთხოვთ ჩაირთოს სიმღერა. შვენიერია. ბოლოს პაკაჩიდებოდა რასაკეთე. რა ეპიზოდი. გენიალური იყო ეს ყველაფერი. ეკა შენთვის იყო. შენ აპლოდისმენტები გამიგეთ. კარგია. შპაგატები და ეს არ გვინდა საკმარისი იყო გასაცილებლად. ნამდვილად. კარგია. წინ 400 ლარია და აბა გაშო. მოგწალებთ. ვაგზელებთ. ძალიან კარგი. 3 მოვემზადოთ სიჩუმე. 2 1 იყო თბილისსა ქალაქსა მეფე ნიკოლოზ სვიანი არაბიძეზე ღვთისაგან გამოგზავნილი დაბალი უხვი და ბუთქუნა დიდი ბანკირი მდიდარი ყველა სეირის გამღარი მე ძალიან ვთხოვ სპეციალურად ტერემაყურებას მინდა გავუკეთო ეს საჩუქარი აი ახლა გავამეოროთ ეკა როგორ იწყებს ხიმილს აი ეს პროცესი მის სახეზე რა პროცესები იწყება გავამეოროთ დავტკბეთ შეიძლება და მე დავბრუნდეთ ქალაქსა მეფე ნიკოლოზ სვიანი არაბიძეზე ღვთისაგან გამოგზავნილი დაბალი უხვი და ბუთქუნა დიდი ბანკირი მდიდარი რაღაცნაირად ესე გეჩიტება აქედან და სახე მიდის ეს არ ვიცი როგორ ახერხებ მაგრამ ახერხებ აი იყო და არ ვიცი ადამიანს გაეცინა კაცო 400 ლარი თქვენი კარგი მე მომილოთ წინ არის მთელი 1000 ლარი აი რა გავაკეთე აი ხა დავფიქრდეთ ნიკოლოზ სახე აქ ისეთი რა გააცინებს არის ანუ ამლაქს ვეღარ გავაგრძელებ ხო უკვე რაც გინდათ არა თუ გინდა შპაგატიდან დავიწყოთ ისე რაც მოგვივა თავში თავია გაგვექცები რა ისე ანარქიულათა გაგვცი მაგრამ იმასაც შეგახსენებთ რომ შეიძლება 400 ლარი დავკარგოთ რომელიც აი ესე ცეკვით წვალებით და 1000 ენერგიის მაგრამ მე მაგიტომ არ მithქვამს ეგ რომ 400 ლარი აგებოთ მაგრამ მაინც აი იქნებ გადავათქმევინოთ 1000 ლარზე იქნებ სხვა ცეკვა არ ამე 400 ლარს ვიღებთ და შევწყვიტოთ ეს დავარტა იმიტომ ვიღებ ეს უკვე კანონი აპლოდისმენტები შეიძლება გაიღოს და გადავცემ 400 მადლობა დავარტა იმიტომ ვიღებ პროფილი მოვიცოლა არა ვიღებდი არა იღებ და გავიღებდი 1000 ლარს აი ხარეთ აბა როგორც იცო კარგი მადლობა აპლოდისმენტები გავასრულოთ აქ თამაში იყო აბა გაივა დღევანდელი
დღევანდელი ხუმრობებისთვის მადლობელი ვარ ყველასთვის, მადლობელი ვარ ქართველების და მე დღევანდელი გააცნე და მოიგეთი კმაყოფილი ვარ. მე კი შემეძლო მეც ავსულიყავი, მაგრამ უბრალოდ თავის შევიკავე რატომღაც არ ვიცი. ეცადეთ ყველა მოხვიდეთ, გააცნოთ და მოიგოთ. მაშასე დუეტი მერაბ შალელაშვილი და თამას სამადალაშვილი. აპლოდისმენტები. გამარჯობა, შემოწმელის განაცო. მიგესულ ჟიურის წევრებო, დარბაზის მაყურებლებო, ტელემაყურებლებო და თლიანად თელ საქართველოს მივესალმებით. საინტერესო დუეტია რომ იცოდეთ. შინაარს ვიწყებ თავიდან შესავალს. კი ბატონო, ჩვენ ძალიან საუბრებით მე ცოტა. შალელაშვილი ისრაელიდან. კი ბატონო. ჩემი ძველი მეგობარი 50 წლის მეგობრები ვარ და ჩამოსული ახლა ჩემთან სტუმრად და მოვიწადნეთ გამოსულიყავით გამაცინე ძალიან მისასალმებელი ალბათ ნამდვილად ეს ფაქტი რომ პირველი პრეცედენტია ჩვენთან რომ ისრაელიდან მზადდება სტუმარი ჩვენს გადაცემაში. ძალიან მაგარია, გვიყურებთ. ძალიან ესე იგი ისრაელიშიც გვიყურებთ. ხო, ბატონო, განწყობა როგორი გვაქვს? მაგარი რამეა. მიიღეთ ჩვენი სიყვარული, სიტკბო და სიყვარული ისრაელიდან ჩვენ საქართველოს. გვიყვართ ძალიან, ძალიან მიყვარხართ. აქედან ისრაელს მოვიწევთ. აში მეგობრებო. ეს ძალიან საინტერესო ისაგად. მე დავიწყებ ბატონი მერაბით. ასაკი არის 50 წელს გადაცილებული, ანუ 51-ის არის. შეგვიძლია ვთქვათ. აჟდოდში ცხოვრობს მერაბატონი და განათლება უწერია ძალიან საინტერესოდ. 22 წელი ვიცხოვრე იმერეთში. არა, განათლება. როგორ გეკეთება? ეგ არის თუ არა. ეს არის დაახლოებით 4 უმაღლეს სასწავლებელი და 5. აბა რა. 4 შემდეგ წაველი ისრაელში. ბატონი თამაზი მურადი როგორც გაგეხარდებათ ასე, გორი და მზანდებით? დიახ. განათლება საქმიანობები გაქვთ ისეთი ძალიან კარგი. ღვინის ტექნოლოგიური აქვს დამთავრებული? შვენიერი. საქმიანობა ღვინის დეგუსტატორი არის. ამჟამად ღვინის დეგუსტაცията და სხვათა შორის მე ყოველთვის აღნიშნავ ხოლმე რომ ქართლის ღვინოები არის ძალიან კარგი. დაბალ გრადუსით საქეიფო მოსალხენი ღვინოებია ნამდვილად. ერთი-ორი სიტყვა მეც მეთქვის ამ საკითხში. მე წარმატებები მინდა გისურვოთ ასეთი დუეტი პირველად არის ჩვენს ნამდვილად და ძალიან სასიხარულოა ეს ამბავი. და იმედია ჩვენი მოძმე ისრაელიდან ხშირად გვესტუმრებიან და პირველი მერცხალი დასაწყისი. ეს არის პირველი მერცხალი. კარგია. ჩემო ბატონებო, წესები ვიცით. წესები ვიცით, მაგრამ ამ შემთხვევაში შესავალს ვიტყვი. აბა, გისმენთ. ეხლა მე რასაც წარმოგიდგენთ, ეს ჩემი კურიოზებია თუ შემთხვევები თუ მონოლოგები, ეს არის სულ პრაქტიკულად ან ჩემზე გადახდენილი, ან ჩემთვის ძალიან მომხდარი. ისე რომ აი მოგონილი და ტყუილი და რაღაცები ნამდვილად არ არის. ძალიან კარგი. ეხლა ამ შემთხვევაში რახან ჩემ გვერდზე დგა ჩემი მერაბი ებრაელ კაცზე მინდა რაღაცა მოყვე გორში გადახდენილი. აჰა, ჩავთო დრო. ჩართე. 3 2 1 რუბენა ერქვა მოვაჭრე კაცი იყო, როგორც ვაჭრობა უყართ, ამათ ყიდვა გაყიდვა ჯერჯერობით კომუნისტების დროს. გორელი კაცი და მილიციამ დააკავა, როგორც წესი ვაჭრობის იმაზე უშილდნენ ხოლმე. რო დააკავეს, მილიციის უბრალოდ უთხრა გენეთვალე, კამერას ვერ ვიტან, ძალიან მოხუტული ჰაერია შეგავდე, გამიშვიო. რასაც მეტყვი, იმას შეგისრულებ. მე რა უთხრა, აბა, შავი ვოლგა მომიყვანო, მოდაში იყო მაშინ. მოგიყვანო. წამოვიდა და მივიყვანა თეთრი. შავი ვერ იშოვა. ეს რა არისო, მილიციის უბრალოდ მოუთხრა და გენეთვალე. თეთრია, მაგრამ შავად მოგახმარებს კაცო, რას? კარგია. გაეცინა ნიკოლოზ, გაეცინა. იცოდი ეს ისტორია? ვიცოდით. მაგრამ მაინც გამეცი. ყველაფერი იცის. თუმცა 50 ვარი თქვენია, მშვენიერი დასაწყისია. რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ თამაში. ებრაელი კაცი კვდებოდა, ჩავთვით. ებრაელი კაცი კვდებოდა, ჩავთვით. 3 1 3 მე რა ვიზარეწინება, შეთანხმებული ვიყავ. ალა ნიკოლოზ. ხო, ყველა კვდებით ხოლმე ასე. ზალაშია რა, ცენტრში დასვენებული ჯერ არ მამკვდა რა და დაუძახა სუყ აკარც სუყოლანიო, კიო. 3 2 1 შვილებს სულ სუყოლას დაუსუყოლანი აკახართო, კიო და გაიკითხა და მეორე ხარეზე და ტუალეტში და ვანაში შუქიენთო. და თუ ყოლანი აკახართ ის შუქი რაღაც გინცია თო ეკონომიური ხალხი ეს ებრაელები თავისთავად ცხადია და
ბატონო. და გააკრიტიკა. ერთი ჩვენებური ქალმა იყიდა საათი და ამოიარა უბანში და იქ პაპაჩემი ზის რაღაცა დამაჯერებელი რო იყოს. და უთხრა რომ ხბოდა გოჭი გამომექცაო და აქეთ ხوار ამოურბენიათო. პაპაჩემა უთხრა რომ ხბოზე იდგა იქ და გოჭი აქ ამყაო. აბა მაჩვენევ და აგერ არისო. გოჭი დავიჭირე. არგია ისე ნიკოლოზ გაეცინა და სილარიც თქვენია. აბარაშვილი ვაგზელებთ თამაშს. გავაგზელოთ. მე უნდა გავაგზელოთ. რა უნდა გავაგზელოთ? ერთად გადაწყვიტეთ. ერთად გადავწყვიტეთ. ვაგზელებთ 3, 2, 1. ზაფხულის პერიოდია არადაგების და სტუმარი მიყავს ჩამოსული თბილისიდან. მე უთხარი წავიდეთ მეთქი საბანაოდ პატარა არხზე გუბე რაღაცა და ვიბანაოთ მეთქი და პატარა ვიწრო ორღობეში მოვდივართ სოფლურად ვლაპარაკობს ორღობეში. ხო და იქ მეორე ხრიდან საპირისპიროდ მოდიან ქათმები, დედლები და ერთ-ერთი დედალი აფრინდა და ცოტა მოვაფრთხეთ, მოусვენა და ძიმე იყო ვერაფრინდა და ხელში შემომაფრინდა. ავიღე ეს დედალი მაღლა ავაფრინდე რა, მე ვთქვი გავაფრინდე ეს დედალი. ძიმე იყო ძალიან თებით ვერ მოერია და დაეცა. რო დაეცა ერთი ნაღდი კვერცხი გავარდა 2 მეტრში გაგორდა. ხო და ეს მეორე კვერცხი თოთლო რო ხომ იქვე გასკდა. მეზობელი ჩამოვიდა მიუგდა დედაჩემს ეს. თოთლო კვერცხი. კარგია, ნიკოლოზ, გაგეღიმამ. 200 ლარი უკვე თქვენ. ჩამირთე. ეს უნდა დავამთავრე სიაჩი. აში მოვემზადოთ 3, 2, 1. ამეზობელმა ქალმა ვისიც იყო ეს დედალი აიღო და მიუყანა დედაჩემს და შეუგდო ეზოში. კუდარი უკვე ის გახეთქილი უკან რამეს უყურებ სისხლი კი დაცალა. აი ეს ქათამიო და ახალი დაიჭირეს კარგი და წაიყვანა ის. რომ მივედი სახში მამაჩემ კამრით ამცემო. შენ ხო არ მოგიდე ხან ქათანს მოკლავ ხან იმას გოჩსო ხან მინდა უწოდა. დამსეს კუთხეში დატოქსული ვარ და ეს დედალი მოხარშეს კაი ჩიხითმა გააკეთეს ის კვერცხიც ხო იყო ისიც წავიღეთ. მიწაუღო მეზობელი იქ რო გაივარდა. ჩიხითმა სუყეს და საღამოთი დასხნე და მე იქ დავზივარ ნამტილარი ვინაცემ და მამაჩემმა მოაჭრა კაი დიდი ბარკალი თავის იმით ნახევარი და ჩაასველ ამ ჩიხითმაში და გაკლერწა. მე ვუთხარი. წეღალ კამრი დამცემე მე მაგდადი გულდი ახლა. ახლა კარდა უბრალოდ მაგათავსანები. ასი თქვა გაკლერწა. კარგია. 400 ლარია. ეხლა განა არ გავაგზელებ, მაგრამ ჩემი დღენი ამის შოუს უყურებ. რომ ივა 1000 ლარზე, მანამ არა უშავ, ხან იცნის, ხან ეკა. მაშინ მააგოდება ბებია, მკვდარი, მამა, პაპა, აი ვიღაცა წინაპრები და ვერ გააცნებ და დამა არ მეტი არ მინდა, წავედ. ანუ შევწყვიტოთ თამაში? ახლა კაცაც ხوار ბაზარული, ცოტა. ბანო. ვერინება. გაიგო სენტი გამოვიდეს ფული. სანამ ხვედო ხვადიძემ წალანზე ანა ჩვენებადები პარა. მოდი აქ. ვეცაი. ეკა ბაბატები. უგმესი. აი ხარ. კარგია, ვიყურებთ. მადლობთ. ადამიანებმა აბა გენერალ. აბა თქვენ გავაცინეთ. დიდი მადლობა რომ მართლაც ჩავატარეთ, გავაცინეთ და მოვიგე. შემდეგ შეხვედრამდე თუ კიდე საჭირო იქნება, კიდევ გამოჩნდებით, მოგდანდებით ჩემ მეგობართან ერთად ისრაელიდან. ნუ მესმის საქართველოში ახლა ერთმანეთს რომ უყურებთ და ვიყვარს, კარგია, მაგრამ სხვა ქვეყნიანაც რომ ვიყურებენ და ჩამოდიან, მონაწილეობას იღებენ, სულ სხვა შეგრძნება. ჭიქა არა მაქვს, თორე დევიც რას ვიტყოდ. მოდი შევაჯამოთ, აბა ესეთ პოზიტიურ ნოტზე ვამთავრებ დღევანდელ გადაცემას და შევაჯამოთ. რა ვიცი, შემო გიორგი, რა გიქավ ეს? სიაკაცის ვიყავი. ქაბატონი ქეთინოც ვიყავი. კარგი იყო გავერთე. შენი. კარგი იყო გაერთე. რამდენი გათამაშდა? დავთვალოთ. მე გეტყვი 400, 1 200 და 3 400. 400. 400, არ არის ცუდი. დავიწყებთ ბოლო გამომსვლელებით. დუეტს აღნიშნავ რომ ძალიან სასიამოვნოა რომ ისრაელიდან გვყავდა სტუმარი. როლში აღნიშნავ და შესაბამისად დავასაჩუქრეთ ჩვენც მინდა გამოვყო დღევანდელ დღეს ქალბატონი ნინო ძალიან ბევრი ვიხალისეთ და რა ვიცი ჩემი აზრით დღევანდელ დღე იყო ძალიან არაჩვეულებული კარგი და ალბათ ბატონი ბიჭიკოც უნდა ვთქვა 86 წლის ასაკში რომ მოვიდა და ძალიან კარგი კარგად აგვამახსოვრა თავი საინტერესო დღე ქონდა ჩემო მეგობრებო დიდი მადლობა ყველას ჩვენს ტელემაყურებელს დამსწრე საზოგადოება სტუდიაში
თქვენ ბატონო გიორგი ხალბატონო ეკას საკალბატონო ეკას ბატონო ეკასაც მადლობა რა თქმა უნდა მადლობა მეგობრებო ხართ რომ ესეთი ობიექტურები რო ხართ საყვარლები რო ხართ დიდი მადლობა თქვენ რომ ჩვენთან ერთად გაატარებთ ეს გადაცემა ჩვენ კი რამდენიმე დღით დაგემშვიდობებით და გეტყვით რომ აი თურმე შესაძლებელია რომ მარტო საქართველოში კი არა საზღვრებს გარეთაც ვიყუროთ და ჩამოხვიდეთ და აქ მიიღოთ მონაწილეობა მესიამონა რა და ნახვამდის